დახვრეტილი სახურავის ქვეშ ვირთხებსა და გველებს შორის. მუხუცი ქარი საკუთარ სახლში ზის ხოლგით, რადგან წვიმა პირდაპირ საწორებზე ჩამოდის. სახურავის ნაცვლად ძველი შიფერია და ზედბეტონის ბლოკები აწყვია, რომ ქარმა არ წაიყოს. ავეჯი მთლიანად ნაგავსაყრელიდან არის მოტანილი. ბებია თამარს ხერხემლის თია ქარი აქვს და გული აწუხებს. მისთვის ყოველი ნაბიჯის გადადგმა ტანჯვაა. ოპერაცია სასწრაფოდ სჭირდება. გამოკვლევებისთვის ფული არ აქვთ. მათი შვილიშვილი ერეკლე 24 წლისაა. ის მათი ვაჟის შვილია. ბიჭის მშობლები განქორწინდნენ. დედა მალე მეორედ გათხოვდა. მამამ კი ვერ შეძლო ავადმყოფი ბავშვის მოვლა. ისე მოხდა, რომ ავადმყოფი ბიჭი ფაქტობრივად მოხუცებს დარჩათ მოსავლელი. ბებია თამარი ყოველდღე წყილში წყდება, ხელით რეცხავს და წურავს. სარეცხი მანქანის გარეშე ეს მძიმე დაუსრულებელი შრომაა. ამ საბრალო ხალხს სასწრაფოდ სჭირდება სახურავის შეკეთება და სველი წერტილის მოწყობა. ჩვენ არ შეგვიძლია მათი მარტო დატოვება. ვენაცვალე იმ ხალხს, ვინც მე ხელს ამომაშველებს, ვინც ჩვენ გვერდში დადგება. მე ვერ გადავუხდი იმას, ვერანაირად ვერ გადავუხდი. მათ ღმერთი გადავუხდის ყველაფერს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.